აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობის 3 წლიანი ანგარიში ამჯერად დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. სასტუმრო რადისონში მთავრობის ხელმძღვანელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობის ანგარიშთან ერთად 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გამართა. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს და მათ მნიშვნელობას. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებზე უცხოეთში, დობის აღდგენის მიზნით ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობით ფლორენციაში გამართულ შეხვედრებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, კონფლიქტის მოგვარების გზების მოძიების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და მათი მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებზე. დადებითად შეაფასა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტები. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, განსაკუთრებულ მსურველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ვახტანგ ყოლბაიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც გააცნო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე სწავლების პრობლემები და იქ მცხოვრებთათვის მიწოდებული სერვისები აღნიშნა. მომხსენებელმა ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთი მიიჩნია, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, გადაცემა, რომელიც გასული წლის ქართული ბრენდის დღის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, მისი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საზოგადოებრივ არხზე აუცილებლად უნდა აღდგეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა აფხაზური ენის შენარჩუნების და პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა. ვახტანგ ყოლბაიამ კულტურულ-შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობაც გააცნო შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც ქართული და აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველა ის აქტივობები, რომელიც ტარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ჩატარდეს. ამიტომ ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს მაინც გალის ტერიტორიაზე, ენის პრობლემა, მშობლიური ენის პრობლემა, გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული ბინადრობის მოტყობა, არის ის საკითხები, რომელიც იხილება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, იხილება ჟენევის პროცესში. ამიტომ ჩვენ იმ პროექტებს, რომელსაც ვაპირებთ გამახორციელოთ, ენგურ გაღმა და გამოხმა, მას აუცილებლად ჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, დიპკორპუსის მხარდაჭერა. ისიც იცით თქვენ, რომ ერთი თვეა უკვე სისტემატურად ხვდებით საელჩოებს, საერთაშორისო წარმომადგენლებს, მათთან ერთად გეგმავთ შესაძლო აქტივობებს. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ცალკე დიპკორპუსთან გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც იქ არსებობს. ჩვენ მათ ღიად ველაპარაკეთ იმაზე, რაც ჩვენ არ გვითხოვს პარლამენტის სტომაზე, რაც არ გვილაპარაკია იმერეთში, ზუგდიდში, რამე თუ მას თავისი ახსნა აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ სენსიტიური ფაქიზი თემაა, ამიტომ რომ ჩვენ არ ვავნოთ იმ საქმიანობას, რასაც ეწევიან და ვეწევით ჩვენ ერთად ენგურ გაღმა და გამოხმა, ვფიქრობთ, რომ ასეთი ფორმა უფრო პრაგმატულია და უფრო მისაღები. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ხდება ჩვენ სტრუქტურებში, რა საქმიანობს უმაღლესი საბჭო, რა საქმიანობს პირველ რიგში ამ სოციალური საკითხებიდან გამომდინარე მინისტრთა საბჭო. ყველა იმ პროგრამაზე, რომელზეც იყო ლაპარაკი, შეიძლება ძალიან დიდი სჯაბაასი გავმართოთ, მაგრამ აუცილებელია მათი ბოლომდე მიყვანა და დახვეწა. ესაა მთავარი, რაც ხდება კიდეც. ეს არის სოფლის მეურნეობის საკითხები, რომელიც ეხება ფაროსანას. რა თქმა უნდა, ჯანდაცვა რჩება, განათლება რჩება და ყველა ეს საკითხი, რომელიც საერთოდ გვაწუხებ ჩვენ, ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვანია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ და გვინდა დავდასტუროთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს მშვიდობიანი გზა. დიდია შერიგების რესურსი, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ნათესაურ კავშირში ვართ
ერთმანეთთან, აუცილებელია რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს. აუცილებელია რა თქმა უნდა ახალგაზრდობამ იაქტიუროს ნახოს ერთმანეთი, მაგრამ აუცილებელია ისიც რომ ის თაობები რომელიც ერთად ცხოვრობდნენ, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, კვლავ განაახლონ ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს მაინც საფუძველია. ახალგაზრდობასაც უფრო გაუადვილდება, თუ კი ჩვენ მოვნახავთ ისევ საერთო ენას. ინფორმაცია პირველ რიგში მიწოდებულია, იქნება ალბათ სხვადასხვა პროექტებზე ლაპარაკი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, საელჩოებთან და რაღაც ახალი პროექტები შედგება. მე მინდა მოვიწონო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ყოვლისმომცველი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რეგიონში კონფლიქტის მოგვარების მცდელობა. იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრობლემები კომპლექსურია, ამიტომ აუცილებელია აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო მისიების თანამშრომლობა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ, აფხაზეთის მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა ხელი შეუწყოთ დევნილი პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ასევე ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ადამიანები ერთმანეთთან და ბიზნესი ბიზნესთან. ფოთში უკვე განხორციელებული ბიზნეს პროექტები არის იმის ნათელი მაგალითი, რომ შესაძლებელია მცირე ბიზნესი განვითარდეს, რაც თავისთავად ხელშეუწყობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას და ამ ადამიანების დაახლოებას. მომავალში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მივახცევთ წარმატებას ერთობლივ საქმიანობაში.